მას რა დაგავიწევს? აქ ვიზის მოქალაქე ამასწავლებელი ხო? პასუხობრივი ახლა შეხვდა. ეს გადაიცა. თქვენ ესაუბრეთ ხობარი რა? თქვენ დაურეკეთ? ჩემ გამშვიდობა მომიწევს. და რა, მორიგემ რა ბრძანა? არ არისო? ან კითხვან ან არა? 27 მარტს მე მიმართე ლევან ქირიას, სუგდიდის პოლიციის, რაიონული პოლიციის ხელმძღვანელს და მოვითხოვე, რომ შემხვედროდა და მოესმინა ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა 27 მარტს სუგდიდის რაიონული სასამართლოს პირდაპირ, როდესაც ჩვენ მე პირადად და ჩემი პარტიის სხვა თანამებრძოლები ვატარებდით მიტინგს. იქ მოხდა ბატონი კახამიქაიას დაკავება, რომელსაც არავითარი წინააღმდეგობა პოლიციისთვის და პირადად ლევან ქირიასთვის არ გაუწევია, მაგრამ ის მაინც იქნა უკანონოდ დაკავებული. და თუ ვინმე იყო იქ წინააღმდეგი მიქაიას უკანონო დაკავებისა, უპირველესი ვიყავი მე. და ამასთან დაკავშირებით მოვითხოვე, რომ მოესმინა ჩემი ახსნა განმარტება ლევან ქირიას. ამ განცხადების, ოფიციალური განცხადების პასუხად მე დამიკავშირდა თბილისში სუგდიდის პოლიციის თანამშრომელი გოგიტა ქობალია და მთხოვა ჩამოსულიყავი სუგდიდში, რათა მართლაც ახსნა განმარტება მიმეცა პოლიციისთვის. მე დღეს ჩამოვედი როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, რათა მიმეცა ლევან ქირიასთვის იმის საშუალება, რომ არ აბატონოს სამეგრელოში შერჩევითი სამართალი, თუ უკანონოდ შეიძლება მან დააკავოს კახამიქაია და სხვა მართალი საქმის თანამებრძოლი ადამიანები, მაშინ უნდა მომისმინოს მეც. მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლევან ქირია, რომელიც არის მაღალჩინოსანი პოლიციის, იმალება ამ შენობაში, რომელსაც თქვენ ჩემ ზურგს უკან ხედავთ და ტელეფონის არ პასუხობს გოგიტა ქობალია, რომელიც ითხოვდა, რომ ჩამოსულიყავი. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ სამეგრელოში კანონი არ არის დაცული, კანონს უნდა იცავდეს პოლიცია, მაგრამ პოლიცია მხოლოდ ხალხის დასარბევად, ხალხის უკანონო დაკავებისთვის გამოიყენება და არა ვთქვათ კანონის დასაცავად, რადგან თუ კანონს იცავს პოლიცია, ლევან ქირია ამ გაუმჭვირვალე საბჭოთა შენობის უკან მე არ უნდა მემალებოდეს.